არის სტალინთან დაკავშირებით არ დაუსვამთ კითხვები, როგორია ქართველების დამოკიდებულება სტალინთან. ეხლა მოგეხსენებათ, რომ გუშინ დაბადების დღეც იყო სტალინის და მაგალითად ზემოალვაში აღმართეს სტალინის ძეგლი, გორში არის აბსოლუტურად სერიოზული საუბრები და იქამდე ცოტა დადგენილებას მიიღეს, რომ უნდა დააბრუნონ. ერთი რამე უნდა დაგვაუწყდეს, ეხლა მაგალითად ვისაც ამჟამინდელი ხელისუფლებანოს სულ იმას იძახის, რომ ხედავთ აბრუნებენ სტალინის ძეგლს, მაგრამ სინამდვილეში თუ გახსოვთ, ეხლა მაშინ ძალიან ჩართული ვიყავ ეს, ამ ძეგლის მოხსნის წინააღმდეგი ვიყავ. ისე როგორც ეხლა თავიდან დადგმეს წინააღმდეგი ვარ, სხვა საკითხია. მაგრამ მაშინაც ითქვა, რომ ამ ძეგლს ხსნიან იმ ადგილიდან, სადაც იდგა გორში, ალაკის ცენტრში და გადაიტანდნენ მუზეუმის წინ დადგავდნენ. მაშინვე ითქვა. ეხლაც იგივეზეა, მე რამდენადაც ვიცი საუბარი, ხა ერთ შემთხვევაში შეიძლება ისევ თავის ძველ ადგილას დადგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საუბარი ბოლო დროს იყო დაბრუნებაზე არა იმ ადგილას, არამედ მუზეუმის წინ. ეს ამბები ალვანისა და გორის და ალბათ კიდევ ბევრ პატარა ქართულ სოფელში თუ ქალაქში აქვს გადანახული დროებით პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ჩამოხსნილი სტალინის ძეგლები და ისევ გამოჩნდება. რასაკვირველია გვიჩვენებს, რომ სტალინისადმი გარკვეული ქართული პატივისცემა დღემდე ძალიან ძლიერია. ახლა გვაქვს პირველად საქართველოში ეს იანვარში გამოქვეყნდება ეს ოფიციალურად ეს სოციალური გამოკვლევის შედეგები, ამიტომ არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. შემაშფოთებლად მაღალია ეს სიმპათიები სტალინისა. ჰა? მაგარი ტიპი იყო. ერთ-ერთი ყოფილიყო საქართველოში, საქართველოს აწევდა ყველაზე მაგარ გავიცი იმპერიას და არ იყო მომდე ძალიან სახელმწიფო. აი დაახლოებით თქვენაირად ფიქრობს როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ რუსებს არიან სტალინისტურად განწყობილები. მართლა ძალიან უცნაურია ხა რუსეთში საქართველოსთან განსხვავებით წლების განმავლობაში მიდიოდა მსგავსი გამოკითხვები, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დინამიკა დავინახოთ. რუსეთში უკვე შეიძლება არა ზუსტად იგივე კითხვები არ დასმულა, მაგრამ მსგავსი კითხვები სტალინთან დაკავშირებით მეტნაკლებად გამოკითხვების შედეგებიც არსებობს და ისე სხვა მონაცემებიც. თქვათ ძალიან საინტერესო 90-იან წლებში უფრო დაბალი პოპულარობა ჰქონდა, ვიდრე თქვათ დღეს აქვს. მიზეზიც გასაგებია, მოვიდა თქვათ ახალი ძალა, იმაშინ იყო ელცინი, მერე მაქვე მოვიდა პუტინი და პუტინმა ერთ დღეს თქვა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედია რაც დატრიალდა მე-20 საუკუნეში ეს არის საბჭოთა კავშირი, რომ დაინგრა და პრინციპში ხდება რაღაცა გარკვეულწილად რესტავრაცია. იდენტურობას გარკვეულწილად პროპაგანდა ქმნის. ეხლა წარმოიდგინეთ მთელი ამ საბჭოთა კავშირის განმავლობაში და მაშინდელ მუდმივად იყო ის, რომ რამაგრები ვართ გერმანელი დავამარცხეთ, ფაშიზმი დავამარცხეთ, სოფლიო ვიხსენეთ. ხო? და ამის ნაწილი, განუყოფელი ნაწილი არ შეიძლება თქვათ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ სტალინი არ იყო. ხო? სტალინი ამის ნაწილია, რომ ეხლა თქვათ იქ შეგვიძლია მესამე რომ მოვიდანოთ ეს რუსული იმპერიალიზმი, ძლიერი ხელი და ასე შემდეგ. ასე რომ პრინციპში დამოკიდებულება თქვათ იგივე სტალინისა და რუსეთში გასაგებია რატომ არის კეთილგანწყობილი, ხო? რაღაცა ნაწილში საზოგადოების. გარდა იმისა, რომ რაღაცა პოლიტიკური კონიუნქტურა ცოტათი უფრო პროსტალინისტური გახდა ბოლო წლებში. მაგრამ საინტერესოა რატომ არის საქართველოში. აი რა ვაკავშირებს ქართველებს ასე სტალინთან. პროვინციული ფაშიზმი. შეგვიძლია თქვა მე ამას მართლაც იმიტომ ვლაპარაკობ ეხლა ამ იმას რომ მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო თემა, ვინ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. ეხლა მაგალითად თქვენ ძლიერი ადამიანი იყო. და გვაქვს შანსი, თუ სტალინი იყო ერთი პიროვნება და თუ ანუ პოეზიაში ქართულმა გაზარდეს გალაქტიონი და გვაქვს ამ ხელა მონაცემები და გენი და ნიჭიები. და მე მგონია რომ ანუ სტალინის პერიოდშიც, ანუ როგორც სტალინის პიროვნებაშიც შესაძლებელია ჩვენ გვაქვს
ჰქონდეს ქვეყანას როგორც პოლიტიკურ პიროვნებას გადარჩენის და გარკვეულწილად ანუ თქვენ თვითონ სტალინი რომ არა საქართველოს გადარჩენა ძნელი წარმოსადგენელი. არა, მაგას არის. ახლა ერთ-ერთი დავახსოვე. ხო. ანუ ჩვენ ყველა ადამიანი წარმოადგენთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. სტალინი წარმოადგენდა საქართველოს. საკუთარი, იმიტომ რომ სწორედ მისი გენით და მისი ნიჭით მოხდა ის, რაც გააკეთა. როგორ გააკეთა ეს არ ვიცი, მაგრამ როგორც გააკეთა ეს არის. ერთი კითხვა მაქვს მაშინ ასეთი დასასმელი, ხო? აი ოჯახში რო ხავდეთ მასობრივი მკვლელი, რომელიც მაგალითად როგორც ამერიკაში ახლა იყო, სკოლაში შევიდა და მოკლა 20 ბავშვი. ხო? იამაყებდით, რომ ბევრი ბავშვი მოკლა? მე არ ვამბობ. მე არ ვამბობ. კარგი ხო? მე ვამბობ იმას, რომ ძლიერი იყო. არა, შესაძლებელია რომ ქართველებს ჰქონდეთ ნიჭი პოლიტიკაში, ოღონდ ყველა ნიშს სჭირდება თავისი გამოყენება. მე მამაკაცი ჩვენ ადამიანი და ვეღარ ის რომ ამ ხელა იმპერიის შემოქმედი იყო ქართველი. ჩემი აზრით აქედან მომდინარეობს. მე არ რასულფასოვნების კომპლექსია. რასულფასოვნების კომპლექსია. ხო, ეხლა მაგალითად ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მაგალითად რამე გაუკეთებია თუ არა კარგი საქართველოსა თუ სტალინს. შეგვიძლია მაგალითად ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი. 2016 წლის დაახლოებით ჩემი საზრით გამოიწვია პრინციპში ნელ-ნელა ობა და მკდომა კომუნიზმის. კომუნიზმმა მე დიდი ხანი გაძლო, იმიტომ რომ ვიყავი დიდი საბჭოთა იმპერიის ნაწილი, მაგრამ საქართველოში ეს იყო სრულად გახწნილი ამბავი. აი რუსეთში ჯერ კიდევ რასაკვირველი იქაც ხწნა დაიწყო სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ოდნავ მოუშვეს რა ქვია იდეოლოგიური ჭანჭიკები, მაგრამ ისეთი ტოტალური გახსნა, როგორც საქართველოში იყო, როდესაც რა ქვია კომუნისტურ პარტიაში ადამიანები მიდიოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც კარიერა გაეკეთებინა, უკეთესად ეცხოვრა, ამ დროს რა ქვია არსებობდა საოცარი ფაქტორივად ესე იგი ეგრეთ ჩლოვანი ეკონომიკა და ბევრი უამრავი კომუნისტისათვის და დეფიციტის ყველგან იყო, ახლა დეფიციტური ქვეყანა იყო და მოსკოვშიაც ყიდნენ და სამარაში. მოკლედ 2016 წლის დაახლოებით გამოიწვია ეს ხსნა კომუნიზმისა და ფაქტობრივად დაასამარა იდეოლოგიური თვალსაზრისით. ანუ სტალინს არ ავავიგივებთ ჩვენ ქართველები კომუნისტთან და არ არის სტალინისადმი სიმპათია კომუნისტთან სიმპათია. თავარი ჩემის აზრით, მაინც ქართველებისა და სტალინში არის ის, რომ ნორმიდან გასვლა, ეს კი არა წესრიგს რომ ამბობ, რა ნორმიდან გასვლა, რატომ გახდა, რა ქვია, პატარა ერის წარმომადგენელი რუსეთის იმპერიის ის. ანუ ნორმა ეს არ არის. ანუ პირიქით რა ქვია, ნორმა დაარღვია, წესრიგი დაარღვია. და პირიქით ესე ქართველისათვის სტალინი უფრო წესრიგის დამოუკიდებლია. ანუ პრინციპი შეიძლება თქვა, რომ აჯანყებულია წესრიგის წინააღმდეგ და ხო, და ამ დროს რა ქვია, რუსეთთვის პირიქით არის წესრიგის დამყარებელი და ქართულისათვის სადღაც აი ეს წესრიგი რაც უნდა ყოფილიყო, ის წესრიგი ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და დაანგრია. იმიტომ რუსეთის იმპერიის მეფე გახდა ფაქტობრივად, როდესაც რუსია არ იყო. ხო? აი ეს არის ძალიან საინტერესო მე მგონია, რომ ის რის გამოც რუსებს მოსწონთ სტალინი, ამის გამო არ მოსწონთ ქართველებს, მაგრამ ამ დროს მოსწონთ. როგორც იყო უფრო მეტადაც ვიდრე რუსეთში. აი ამ გამოკვლევის მიხედვით. აი რის გამოც ხსნით, რომ რატომ არის პოპულარული რუსეთში, ის არ გამოგვადგება საქართველოში მისი პოპულარობის ასაკს. მაშინ რა რჩება? ერთ-ერთი ის არის, ასე თქვენ თქვით, რომ ისე იგი ანუ ნიშნავს, რომ ესე იგი ძლიერები ვართ, აი გენი ქართული, რომელსაც შეუძლია რა ვქია წარმოშოს, თუნდაც დიდი ბოროტმოქმედი სტალინი, რომელშიც არის რაღაცა ისეთი, რომელსაც შეუძლია რა ხელა იმპერია შექმნას, ამ ხელა იმპერია გაზარდოს. მეორე რაც რჩება პრინციპში, როგორც ჩანს არის აი ეს ქართული ლოკალური პატრიოტიზმი. ყველაზე ცნობილი ქართველი ხა გვინდა თუ არ გვინდა, სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს არის სტალინი. იგივე საერთოდ ქართველები მე ვფიქრობ, ხშირად საკუთარ თავს უყურებენ უცხოელის თვალით.
და ამ შემთხვევაში სადღაც ესეც სტალინთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ისიც დიდი ბოროტმოქმედი იყო, მაინც სიამოვნებს რომ სტალინს იცნობენ, იმიტომ ჩადიხარ სადღაც უცხოეთის ქვეყანაში, ამბობ ქართველი ხარ და აი მაქსიმუმ მართლაც თუ ძალიან განათლებულ საზოგადოებაში არ მოხდით სტალინი და მაინც ეს სადღაც ახსოვს ეს არის პატარა ნაწილი. მეორე არის აშკარად რა ქვია სრულიად ღრმა ლოკალური პატრიოტიზმი რა რომ ჩვენი ბიჭი იყო და დაახლოებით დამოკიდებულება ასეთი არის რომ შეიძლება ბოდიში მომთხოვართ შეუცვლად თქვა უფრო უარესად შემოგვიყვება ისინი ჩვენ გვხმარობდნენ ამ რუსები და ჩვენმა ბიჭმა ისინი აი ნუ ეხა ჩვენ ვერ გავკაჩეთ აი ჩვენი ბიჭი ხო გავაგზავნეთ ასეთი პოპულარული საქართველოში არის ჩემი საზრდის რომ აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთებულა ამ მართულებით არ არის არცერთი ნორმალური წიგნი თქვენ წაიკითხოთ რა პესტანთან დაკავშირებით სკოლის წიგნებში თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერაფერ ნორმალურს კი წერეთ ცუდი კაცი იყო ბევრი ადამიანი მოგა ჩინგისხანს ბევრი ადამიანი მოგა რა განსხვავება ჩინგისხანსა და სტალინის შორის ხო არის განსხვავება რას ნიშნავს ტოტალიტარიზმი არ არის ჩვენ აქედან მოვდივართ ჩვენ თუ ეს ვერ გავიაზრებთ ჩვენი უახლოესი ისტორია თუ არ გვეწოდინება ჩვენ წინ ვერ გადავდგავთ ნამდვილად აი ეს კომკავშირული სული ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე რომ აი კომკავშირელია ვიღაცაზე ამოხმოვდა კომკავშირი 90 წლის შემდეგ აღარ არის კი არა რა ქვია ეს კომკავშირული სული ხდება უამრავ უნივერსიტეტის თვითმმართველობაში პარლამენტებში რა ქვია თვითმმართველობებში სოფლების საოცრება ეს კომკავშირული სული გახჩობს ვისაც საბჭოთა კავშირი ახსოვს ძალიან კარგად შეიძლება ახსოვდეს რომ ჩვენ დროს აი ჩემ დროს ეს იყო სრულიად გახწნილი ამბავი ეს იყო მართლა კარიერისტები ჯგუფი რომელიც ცხვენოდათ რომ კომკავშირში იყვნენ და მიძრებოდნენ მაინც იგა რომ რამენად გაიგეთებენ მაგრამ როცა წაიკითხა უკვე აი ადრინდელი აი მაშინდელი კომკავშირი ახალდელი კომკავშირი ძალიან ყვანა ამიტომ ვიცოდეთ კარგად ისტორია ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ ვიცოდეთ ჩვენი ყველაზე ახლო ისტორია ეს არის საბჭოთა პერიოდის ისტორია და ასაკობრივ მის შემდგომი ისტორია რომელიც კიდევ უფრო ძნელი შესაძლებლობაა. ჩვენ არ ვიცით ასევე არაფერი, აი მართლა ძალიან სამარცხვინო არის. 3 წლის განმავლობაში იყო საქართველოს სულ დამოუკიდებელი. აზერბაიჯანელებსაც კი აქვს გამოცემული ტომები, თუნდაც დოკუმენტების ამ პერიოდისა. საქართველოში არაფერი არ გაკეთებულა. თავის დროზე მათ თვითონ რამოდენიმე დოკუმენტების კრებული გამოსცეს და ეგ არის და ამ გამოკითხვის შედეგად ჩანს რომ არ არის არც განათლების მიხედვით, უბაღლეს განათლებიანში ნაკლებია, მაგრამ არც იმდენ დიდი განსხვავება არ არის. არც ასაკის მიხედვით არ არის განსხვავება, ძალიან დიდი სერიოზული თქვა და პენსიონერების სტალინისტები არიან და ახალგაზრდები არა. ანუ ეს სტალინისადმი კეთილგანწყობა მეტნაკლებად ყველა სოციალურ ასაკობრივ თუ სხვადასხვა ჯგუფში არის საქართველოში განათლების მიხედვითაც, დასაქმების მიხედვითაც და ასე შემდეგ.